უმაღლესი განათლების შესახებ კანონ პროექტი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილეს. ცვლილებები კანონში ბევრი მიმართულებით შედის. ინიციატივა უმაღლესი განათლების მოდელზე გადასასვლელად სამართლებრივ ბაზას ქმნის, რაც ბაკალავრიატის 3 წლიან სწავლებასა და 1 წლიან მაგისტრატურას გულისხმობს. გეგმაშია ფაკულტეტების გადანაწილების ახალი წესიც, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების დუბლირება აღარ მოხდება და ერთი ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება. ამასთან იცვლება უცხოელი სტუდენტების მიღების წესიც. ცვლილებებია დაფინანსების ნაწილშიც. სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის სწავლა უფასო ხდება, რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს. 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება აღარ გაიცემა. ნორმალური განაწილება ფაკულტეტების ქალაქების მიხედვით არის სწორედ ის ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოსთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი. რასაკვირველია, ეს არ ზღუდავს სტუდენტების სურვილს ისწავლონ კერძო უმაღლეს დაწესებულებებში, მაგრამ სახელმწიფომ რასაკვირველია, უნდა მეტი სრულნელობა გამოიჩინოს მათ მიმართ, ვინც სახელმწიფო დაფინანსების უნივერსიტეტებში და უმაღლეს სასწავლებელებში სწავლობენ. დღეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კანონ პროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. კაცრდება კანონმდებლობა, დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილზე იმართება. ცვლილებებით სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით სხვადასხვა კონსტრუქციითა და საგნით გადაკეტვაც. იქნება შეუძლიათ, რომ გადმოვიდნენ როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზეც, ანუ ხალხის გადაადგილების ადგილასაც დაიკავონ ადგილი, ხოლო თუ არასაკმარისი რაოდენობის იქნებიან, მაშინ ეს უფლება მათ არ აქვთ. ჩვენ მასწავლებელმა მოახდინა პრევენცია და რამდენიმე ათეული ადამიანი ვეღარ ძალადობს გზების გადაკეტვის გზით 1,5 მილიონზე მეტ თბილისის მოსახლეზე, ეხლა უკვე იგივე იქნება მათ შორის ადამიანების გადასაადგილება. დონალდ ტრამპის გუნდი ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე დღეს აძლევს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გეგმა, რომელიც მოსკოვისთვის ნაწილობრივ მისაღებია, კიევისგან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას მოითხოვს, რის სანაცვლოდაც ომში მყოფი ქვეყნისთვის ბუნდოვანი უსაფრთხოების გარანტიებია შეთავაზებული. სტატიის თანახმად, ტრამპის სურვილია შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის შობამდე, ანუ 25 დეკემბრამდე გაფორმდეს. საერთაშორისო გამოცემა ამბობს იმასაც, რომ ზელენსკი ამჟამად ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს ატარებს, რადგან ეშინია, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა დასავლეთის ერთიანობა დაარღვიოს. Financial Times-ის ინფორმაციით, ტრამპი უკრაინელ კოლეგებს მოუწოდებს დათანხმდეს პირობებს, რადგან ის ომს ფრონტის ხაზზე აგებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში მიმდინარე კორუფციული სკანდალები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც უკრაინის კორუფციაზე თვალს ხუჭავენ. პიტერ სიარტო დაუჯერებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კიევის კორუფციული სკანდალის ფონზე ბრიუსელი წევრ სახელმწიფოებს უკრაინის დაფინანსებას თხოვს და ევროკავშირში მის გაწევრიანებას გეგმავს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპას უდიდესი ზიანი მიაყენა. სიარტო ევროპის იდეოლოგიურ პრობლემასაც ეხება და აღნიშნავს, რომ ახლა ევროკავშირში მხოლოდ უკიდურესი ლიბერალიზმია მისაღები, სხვა პოლიტიკური შეხედულების შემწყნარებლობა კი არ არსებობს. ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა გაერთიანების გეგმას მწვანე შუქი აუნთეს, რომელიც 2027 წლის ბოლოსთვის რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივ შეწყვეტას ითვალისწინებს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის დანიის მთავრობის პრესპიკერმა განაცხადა. გასულ კვირას ევროკავშირი კანონზე შეთანხმდა, რომელიც ბლოკს რუსულ ენერგორესურსებზე უფრო ნაკლებად დამოკიდებულს გახდის. შეთანხმების თანახმად ევროკავშირი რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს 2026 წლის ბოლომდე, ხოლო მილსადენებით
გაზის მიწოდებას 2027 წლის სექტემბრის ბოლომდე სრულად შეაჩერებს. მედიის ინფორმაციით, რუსული გაზის აკრძალვას ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დამტკიცება ევროკავშირის ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე და ევროპარლამენტის მიერ, ვიდრე კანონი ძალაში შევა.